ღმერთმა დაგლოცო ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგვეწიოს ღმერთი. წმინდა ეკლესია მირქმის დღესასწაულს მოუახლოვდა. პრიანია აი ამ უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით ვისაუბროთ სახარებისეული სიტყვის წმინდა მამებისეული განმარტების შესახებ, რას გვთავაზობს დედა ეკლესია აი ამ დღესასწაულზე. და თუ გადავხედოთ მირქმის დღესასწაულის სახარებას, დავინახავთ, რომ აქ საუბარია წმინდა გარდამოცემის აუცილებლობაზე, საუბარია იმაზე, რამდენად დიდი სულიერი მოვლენა მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს განკაცებით და ტაძარში მისვლით ამ წმინდა ოჯახისა და აი ორივე სიტყვით აი ამ შესახებ ვისაუბროთ ჩვენ. ესე იგი მაშამ საშინაო რაჟემს აღესრულნეს დღენი იგი განწმენდისა მათისანის ჯულის მისა მოსესისა. აღმოიყვანეს ყმა იგი და წარდგინება წინაშე უფლისა ვითარცა წერილას ჯულსა უფლისასა. ესე იგი რაზეა საუბარი აქ თქმა უნდა რომ ყველა განწმენდის ესე იგი ლოცვას საჭიროებდა დედა და აი ამ სწავლებას ემორჩილება ეს წმინდა ოჯახიც, აი ამ წმინდა გარდამოცემას, რომელიც იმ დროინდელ ძველი აღთქმისეულ ეკლესიას ახასიათებდა. და შემდეგ არის კიდე მითითება იმაზე, რომ და მიცემად შესაწირავი ვითარცა თქმულარს ჯულსა უფლისასა ორნი გვრიტნი, ანუ ორნი მართვენი ტრედისანიო. ესე იგი ძველ აღთქმაში იყო ჯულის ესეთი განწესება, რომლის მიხედვითაც ესე იგი დედაკაცი მშობიარობის შემდეგ ითვლებოდა არაწმინდად და 40 ან 80 დღის განმავლობაში, ესე იგი იმის და მიხედვით ძე იქნებოდა თუ ასული დაბადებული, რაც ესე იგი დამოკიდებული აი ამ სწორედ აი ამაზე იყო და აი ამ დღეებში განწმენდის დრომ რომ იწურებოდა დედას უკვე უნდა მიეყვანა ბავშვი ტაძარში და იქ უნდა წაეკითხათ მათი შესაბამისი ლოცვები. ძველი წესის თანახმად ესე იგი იყო ესეთი რამ რომ შეძლებულ დედაკაცს ესე იგი უნდა შეეწირა 1 წლის კრავი და მოჰქონდათ ის ყველა დღესასწაულზე ესე იგი მსხვერპლის შესაწირად, აგრეთვე ახალ წამოფრთოვანებული ესეთი მტრედი ან გვრიტი უნდა მოეყვანა და ამითი ესე იგი გამოხატავდა ჯულის თაყვანისცემას. ღარიბი ქალები კი მეტწილად ესე იგი მსხვერპლს წირავდნენ ორი გვრიტის სახით ან მათ ნაცვლად ორი ახალ დაფრთოვანებული მტრედისაგან იყო ეს მსხვერპლს შეწირვა და აი ამაზე მიგვითითებს ჩვენ დღევანდელი სახარება. გარდა ამისა, თუ კი ახალშობილი ყრმა პირმშო იყო, გარდა დედის განწმენდის წესისა, ესე იგი ყმაზეც აღესრულებოდა ღვთისადმი მისი მიძღვნის წესი. როგორც ამას ბრძანებს წმინდა წერილი, წმინდა მიყავმე ყოველივე პირმშოი, პირშობილი განღებელი ყოვლისა საშოისა ძეთა შორის ისრაელისათა. მცნებად ეს ყოველივე დაუდო უფალმან მოსეს გამოსვლის დროს. ესე იგი ეგვიპტიდან გამოსვლისას მიემართლა და განეცხადა წმინდა წერილში, რომ უფლის ანგელოზმა ერთ ღამეს გახსოვთ თქვენ წარწმინდა ყოველი ეგვიპტელთა ყმა პირმშო და არ შეეხო ებრაელთა პირმშოებს და ვითარცა ღმერთისადმიო მიძღვნილი პირმშოები განჩინებული იყვნენ და მისი მსახურებისათვის. ამიტომ ამბობს გამოსვლათა წიგნში, რომ პირმშონი ძეთა შენთანი მომცნე მეო. ანუ აქ პირდაპირ იყო მითითება, რომ იმიტომაც გადავარჩინე, რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურნიო. ამიტომ პირმშოთათვის ისრაელის ყველა სხვა ტომისაგან დაწესებულ იქნა, ასე ვთქვათ, გამოსასყიდი 5 სიკილა, ესე იგი ებრაული ერთეული იყო ფულის, ვერცხლის ოდენობით და აი სწორედ აი ამ ჯულის აი ამ დადგინებას აღასრულებდა იესოს მშობლებიც, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი თავისი ესე იგი დამწვიდელ მართალ იოსებთან ერთად მე-40 დღეს ყმა იესოს შობიდან ესე იგი იერუსალიმის ტაძარში მიდის და მიყავთ ღვთაებრივი ყრმაც და წარდგინებად ესე იგი წინაშე უფლისა ღმერთის ყოვლადწმინდა დედას ჯულის აი ამ
დადგინებას, იმიტომ კი არ ემორჩილება და ექვემდებარება ძმაუნდადანო, რომ განწმენდას საჭიროებდა. მან მხოლოდ არამედ იმიტომ ძმაუნდადანო, რომ საღვთოს ჯული აღესრულებინა და კეთილმსახურებისა და ღმერთის ნებისადმი თავდაბლური ჭეშმარიტი სიბრძნით ახსოვსე, ესე იგი მორჩილების მაგალითი მოგცა ჩვენ. ანუ ის დაემორჩილა, როგორც გითხარით თავში, წმინდა გარდამოცემას სწავლებას, რომელიც არსებობდა ძველ ეკლესიაში. შემდეგ წმინდა წერილი ბრძანებს, რომ და აჰა იყო კაცი იერუსალიმსა, რომლისა სახელი სვიმეონი და კაცი ესე მართალი იყო მოშიში უფლისა და მოელოდან უგეშინისცემასა ისრაელისასა და სული წმინდა იყო მის ზედაო. ესე იგი, იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა წმინდა მოხუცი კაცი სახელად სვიმეონი და სახარება არ გვაჩვენებს ჩვენ აქ თუ რომელ წოდებას განეკუთვნებოდა იგი, მაგრამ ეფუძნებიან რა იმას, რომ მან ხელთ მიიქვია ყრმა იესო, მიუქვა და როგორც ვარაუდობენ იმისათვის, რომ ღვთისადმი მისი მიწვნის წესჩვეულება აღესრულებინა და კი შემდეგადაც აკურთხა მარიამი და იოსები, ამდენად ფიქრობენ, რომ მართალი სვიმეონი იერუსალიმის ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმსახური იყო და იმასაც კი ამბობენ, რომ იგი არის იგივე სვიმეონი ონიას ძე, რომელიც იუდეველთა პირველ მღვდელმთავარი იყო და კეთილმსახურებისა და ესე იგი სიკვდილისათვის მართლად იწოდებოდა. ასევე ჩვენ ვიცით, რომ საღვთო წერილიდან, რომ 70 მთარგმნელისაგან ებრაელიდან ბერძნულ ენაზე რომ გადათარგმნეს წმინდა წერილი ბიბლია, მან ესე იგი 300 წელიწადი და უფრო მეტიც იცოცხლა და მას ესე იგი უწოდეს წმინდა წერილი უწოდეს მართალს, მართალი იყო და მოშიში უფლისაო და იგი ყველა აუცილებელ მოვალეობას აღასრულებდა ღვთისა და ადამიანის მიმართ და ჰქონდა განსაკუთრებული მტკიცე წმევნა მომავალი მხსნელისა და სასოება და სწორედ აი ამ დღეს მოელოდა ის. და იყო მისე უწყებულ სულისაგან წმინდისაო, არა ხილვად სიკვდილი ვიდრე იხილოს, ესე იგი ცხებული უფლისა. რას ნიშნავს ესე იგი ეს სიტყვები, რომ მას ჰქონდა ესეთი ხილვა ღვთისაგან, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ანუ არ გარდაიცვლებოდა, ვიდრე არ იხილავდა განხორციელებულ ქრისტე მესიას და ეს მაშინ მოხდა ძმაუნდადანო, როდესაც ის თარგმნიდა ისაია წინასწარმეტყველის წიგნს, სადაც არის ესეთი ბერძნულ ენაზე და ადგილი, სადაც დაეჭვდა წმინდა მართალი სვიმეონი, რომ ქალწულისაგან მესიის შობის წინასწარმეტყველებაში, როგორ შეიძლებოდა ესე იგი უბიწო ქალწულმა ძე შობოსო, რის გამოც ანგელოზი უფლისა გამოეცხადება და აუწყებს მას, რომ არ იხილავს სიკვდილს, ვიდრე არ იხილავს ყოველივე ამის განხორციელებას. და მოვიდა სულისა წმინდისა ტაძრად უფლისა და შეყვანებასა მას მამა დედათა მიერ ყრმისა მისისა იესოს ყოფად მათ და მსგავსად ჩვეულებისავის ჯულისა. ესე იგი ჯულის მიხედვით, ესე იგი წმინდა წერილი გვახსენებს, რომ მამა დედათა მიერ ყრმისაო მოიყვანეს ყრმა იესო და სული წმინდა განუცხადეს მას აი ამ ყმაში აღთქმულ მესიას და დიდი ენით უთქმელი, ესე იგი სიხარული დაეუფლება წმინდა სიმეონს, როდესაც აიყვანს ყრმას ხელში და შემდეგ აი ამ ცნობილი სიტყვები ჩვენი მწუხრისა, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამომწყინებად, წარმართად ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისაო. ანუ, როდესაც იხილა წმინდა სვიმეონმა ეს ყმა და აიყვანა ხელში, აი ამ სიტყვებს ბრძანებს, უკვე წმინდა სვიმეონს აღარ სურს სიცოცხლე, მისი ყველა სურვილი აღსრულდა და ის სულიერი ასეთი სიმშვიდით ამთავრებს იგი თავის დროებით ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, აქვს უდიდესი სასოება, უდიდესი სიხარული, იმყოფება აი ამ ნეტარ მდგომარეობაში და მისმა თვალებმა, ესე იგი, ყოველთა ადამიანთა მაცხოვარი იხილა.
ანუ იუდეველთა და ყოველთა წარმართთა განმანათლებელი და არა მხოლოდ ისრაელის მეფე და განმათავისუფლებელი, როგორც ამას მიიჩნევდა ებრაელები, იმიტომ რომ სწორედ მისი ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ აქ საუბარია სწორედ მსოფლიო მესიის მობრძანებაზე, რომელიც მთელი კაცობრიობის გამოსახვითად არის მობრძანებული ამ ქვეყნად. ყრმა იესოში იგი ხსნას ხედავს, მაცხოვარებას, ანუ ადამიანთა მაცხოვარს, ადამიანთა მხსნელს. რა თქმა უნდა, არა გარეგნული მონობისაგან, როგორც ამას კვლავ და კვლავ იუდეველები მიიჩნევდნენ, არამედ მათი ცოდვებისაგან, ანუ ადამიანების ცოდვებისაგან გამოსხიდვის, გამოხსნის, გათავისუფლების მიზნით მოვიდა ამ ქვეყნად, ხატი მონისა მოიღო. ეს მაცხოვარება არ შემოიფარგლება მხოლოდ იუდეველებით, როგორც მოგახსენეთ, და იგი განზადებულია ყოველი ადამიანისათვის და ამიტომაც სახარება ბრძანებს სხვა ადგილას, რომ წარვიდით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა, დადისა, დასულისა, წმინდისათა და უქადაგეთ ყოველსა სოფელსაო. ამიტომ ჩვენც აი ამ შემართებით გსურს განმარტოთ წმინდა წერილის აი ეს ადგილები და არამც ის კერძო ადგილობრივი გაგებით, როგორც ეს ქონდა იუდეველებს. შემდეგ სახარება ბრძანებს, რომ იყვნენ იოსებ და დედა მისი დაკვირვებულ სიტყვათა მათ ზედა მისთვისო. ახლა გაკვირვება ნამდვილად არ იქნებოდა მათთვის ეს ამბავი, ვინაიდან ყოვლადწმინდა ქალწულს ჯერ თავარანგელს გაბრიელი ეცხადება და ახარებს ხარებას, შემდეგ ხედავთ მის სასწაულებრივ შობას და ამიტომ მისთვის ეს ამბავი სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. იოსებს და ღვთის დედას სიმონის სიტყვები, იმიტომ ესე იგი უკვირთ, რომ თითქოს ვინ იყო ესე იგი მათი ძე მსოფლიო მაცხოვარი, არამედ თავიანთი თავმდაბლობის და ღვთისადმი ესე იგი უღმესი მოწიწების გზნობის გამო. რამეთუ აი შემოქმედმა ღმერთმა ღირსყო ქალწული მარიამი აი ამ დიდი პატივის ძის ღვთაებრივი ძეღვთისას დედა ყოფილიყო, ხოლო იოსები მასზე მის დედაზე ესე იგი მზრუნველი. აი აქედან გამომდინარე არის ეს გაკვირვებაც, რომელსაც ისინი გამოვხატავენ. და აკურთხნა სვიმეონმა და რქვა მარიამს დედასა მისა, ახა ესე რა ესე დგას დაცემა და ადგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებელად თვით შენსა სულსა განვალს მახვილი, რაითა განცხადნეს მრავალთა გულთა ზრახვანიო. ესე იგი აქ უკვე სხვა კიდევ ერთი საკითხი არის, რომ ახა ესე რა დგას დაცემა და ადგინებად მრავალთა. რას ნიშნავს ესე იგი? იგი თავისთავად გვიხსნის, რომ გვაცხოვნებს ყველა ჩვენი ძალისხმევის გარეშეც, თუ რა თქმა უნდა ვიქნებით მისი ჭეშმარიტი მსახურნი. იგი ყოველთა განსანათლებელად მოვიდა, ყველას უნათებს გზას, მაგრამ მხოლოდ ისინი განათლდებიან უფლის საღვთო ნათელით, რომლებიც ესე იგი თავიანთი გულის სიმდაბლეში აღიარებენ საკუთარ უძლურებას, გონების შეცდომილებას, აღიარებენ, რომ არიან უკიდურესად დაცემულნი და ჭირდებათ მხსნელი მესია, რომელიც გამოისყიდის მათ თავისი ცოდვებისაგან და მხოლოდ ისინი მიიღებენ აი ამ გათავისუფლებიან საღვთო მადლით და საღვთო ნიჭით, რომლებიც აღიარებენ საკუთარ უძლურებელ განწყვეტლივ ევედრებიან უფალს სულიერი ძალების, ესე იგი მომადლებას და ამის შედეგად ისინი განიკურნებიან. ასევე სწორედ სულის მორჩილების, თავმდაბლობის, მორწმუნეთათვის შემოსული გულის მონანულითათვის, ასევე იმ სათნოებისა და სიწმინდის მქონე ადამიანების, რომლებიც მოღვაწეობენ წმინდად და ელიან სასუფეველს ღვთისასა, იმ ადამიანებს ესე იგი დგას დაცემად, როგორც ამბობს წმინდა წელი, იმითათვის, რომ ამპარტაუნება და ესეთი საკუთარ ნებაზე მინდობა იქნეს აღგვილი ადამიანის სულისაგან და აი ამ ქვეყნიური სიბზნე
და ის ურწმუნოება, რომელიც ახასიათებს როგორც წესი ადამიანებს, ეს ყოფილიყო ყოველდღიურ აღკვეცილი მათ ცხოვრებაში. ასევე დგას დაცემად იმისათვის, რომელიც მთელი თავიანთი აი ამ შინაგანი არაწმინდების გულისხმიერი, ესე იგი სისაძაგლის და იმის გამო, რომ თავი მოაქვთ თავიანთი ცრუ სათნოებებით, ანუ ცრუქველმოქმედება, იგი გულისხმება აქ და გარეგნულად, როდესაც აღასრულებენ მსახურებას და მოაქვთ თავი კეთილმორწმუნე ადამიანები და შინაგანად სავსე არიან რაღაც უწმინდური აზრებითა თუ საქმეებით, აი ამაზე დგას დაცემა თუ ასე წერია და საკუთარ დიდებაზე ვინც ფიქრობს, საკუთარ სიმდიდრეზე და ამაზე ამყარებს ღვთის იმედს და არა ღმერთზე, ხოლო აი ეს სულისკვეთება, რა თქმა უნდა, არის ყოვლად მიუღებელი ქრისტიანისათვის და პირიქით უკვე სხვა სათნოებებისკენ უნდა იყოს წარმართული ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა და კიდევ უფრო გააღრმავა ადამიანის სულიერი ღვაწლი, კიდევ უფრო მადლმოსილი გახადა ადამიანის ცხოვრება, ძალები მიცა, სულიწმინდისა ნიჭები მიცა, რათა ადამიანმა შეძლოს აი ამ ყოველივეს დადგუნვა, რაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ძველად ხმისეულ თუნდაც მამამთავრებს, თუნდაც სხვა ადამიანებს და ესე ქრისტეს ნათელი მოეფინა სოფლად და ამის შემდეგ უკვე ღვთისმადლმა მისცა ძალი ადამიანს და უკვე ხელმწიფება ეშმაკისა დადგუნულია, შესაბამისად ყველა ადამიანს ძალუც ცხოვრება. ესე არის, ესე იგი ქრისტე და სხვანი ნუ უკვე გალილეით მოვალს ქრისტეო, ხო? ზოგიერთი ეჭვით ამბობდა ამას და სინამდვილეში ხედავთ, რომ ქრისტე ოდეს მოვიდა, უკვე უმრავლესი სასწაული ქნა, რომელიც არ უქმნია არავის დედამიწის ზურგზე. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს უნდა შეეცდო მისი ღვთაებრივი მადლი. სწორედ აი ამას გულისხმობს ასევე წმინდა სიმეონ მირქმელი, როდესაც ამბობს აი ამ თავის ღვთაებრივ სიტყვებს და შესაბამისად ჭეშმარიტი მესია ქრისტე დაბალი, მორჩილი, მომბრძანებული ამ ქვეყნად შემდეგ უკვე გვთავაზობს სწორედ იმ სასწაულებს, იმ წმინდა ცხოვრებას, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი, ესოდენ საჭირო ყველა ადამიანისათვის. ადამიანის აი ამ გახსნილ გარდაქცეულ გულისთვის იესო ქრისტეს ეს მაცხოვნებელი, ცხონსყოფელი სულიწმინდის მონიჭებული ნიჭები და რა თქმა უნდა ძალზე მძიმეა ერთი შეხედვით, როდესაც ჩვენ ამას არ აღვასრულებთ ქრისტესთვის, ეს ჯვარი, რომელიც მოდის ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ მეორე მხრივ, თუ კი ჩვენ შეუდგებით ქრისტეს ჭეშმარიტ ერთგულებით მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ესე იგი შესაფერისად, მაშინ ეს მძიმე ჯვარი გარდაიქცევა მსუბუქად, როგორც ამას ბრძანებს სახარება, რომ უღელი, ესე იგი ტკბილი, ტვირთი მსუბუქი არისო. მათეს სახარების პერეფრაზით. ამიტომაც ჩვენი მოყვარება, თავის განუწყვეტლივ ეწინააღმდეგება აი ამ ერთი შეხედვით ჯვრის ტვირთვას, მაგრამ თუ ჩვენ გავიაზრებთ თუ რა განახორციელა ქრისტემ ჩვენი ცხოვრებისათვის, მაშინ ცხადი გახდება, რომ ეს უღელი არის ძალიან ტკბილი და ტვირთი ძალიან მსუბუქი, თუ ის გახდება, ჩვენი ჯვარი გახდება ქრისტეს ჯვარი. და ის წინააღმდეგობაც, რომელიც აი ამ ერთი შეხედვით არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, ესეც ძალიან იოლად განქარდება. და შემდეგ წმინდა წერილი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი. რას ნიშნავს მამდადანო ეს? ანუ წმინდა სიმეონი უკვე ქალწულ მარიამს ეუბნება აი ამ სიტყვებს და ფაქტიურად კვლავ უწინასწარმეტყველებს, რომ როგორც ქრისტეს აღსასრული, აი ამ ქვეყნიური აღსასრული იქნება ჯვარცმა და აი ეს ჯვარცმის ტკივილი, როგორც მახვილი გავლას წმაუნდადანო ყოლა წმინდა ღვთისმშობლის გულშიო. აი ამაზე მიუთითებს ის, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ჩააფიქრებს ყოლა წმინდა ქალწულს და კიდევ ერთხელ ამზადებს მას აი იმ დიდი ღვაწლისა და ტვირთვისათვის, რომელიც მას ელის მომავალში. ასევე საუბარია
მირქმის დღესასწაულზე ანა წინასწარმეტყველის შესახებ ასული ფანოელისი ტომისაგან ასურისა, ესე გარდასულიყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულიყო ქმრისათანა 7 წელ სიქალწულისა თვისითავ. ესე იგი, აქ საუბარია იმაზე, რომ ვიცით ჩვენ, რომ იუდეულთა კანონის თანახმად 14 წლამდე ქალწულები ტაძარშიც ცხოვრობდნენ, ესეთი აღთქმაც ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ჯულის მიხედვით აუცილებლად უნდა გათხოვილიყვნენ, როგორც ჩანს წმინდა ანაც მეუღლესთან ერთად 7 წელიწადი ცხოვრობდა, ანუ ესე იგი 21 წლის ასაკში ის დაქვრივდა და ამის შემდეგ უკვე მან გადაწყვიტა, რომ იცხოვროს ქალწულებრივი ცხოვრებით და წმინდა ცხოვრებით, თუმცა შეეძლო ეს არც გაეკეთებინა ჯულის მიხედვით და ამის შემდეგ მას ეძლევა ნიჭები წინასწარმეტყველებისა, ნიჭი სულიწმინდისა და ისიც ასევე წინასწარმეტყველებს აი ამ მესიის მოსვლის სიხარულს და ამბობს ესე მასვე ჟამსა მოიწია და აღუარებდა ღმერთსაო და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალიმსა შინაო. ანუ უკვე ყველას ახარებს წმინდა ანა წინასწარმეტყველიც, რომ აი მოვიდა უკვე მესია დედამიწაზე და მოველოდეთ მის გამოხსნასა, ესე იგი ღვთისასა. გამოხსნა კიდე განხორციელდა მისი ჯვარცმით, გვერდით აღდგომით და ამის შემდეგ ახალი წმინდა ეკლესიის დაარსებით ქრისტეს სულთმოფენობის დღეს და ქრისტეს მიერ ეკლესიის და ამის შემდეგ იწყება უკვე ახალი ეპოქა სამყაროში, ქრისტიანობა ვრცელდება მთელს დედამიწაზე და იღებს თავის შედეგებს, როგორც იწინასწარმეტყველა თავად უფალმა. ესე იგი, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი სახარება წმინდა დღესასწაული მირქმისა, რომ წმინდა ოჯახი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დამწინდელ იოსებთან, მართალ იოსებთან ერთად მოყავთ ყმა იესო ტაძარში, აღასრულებენ ჯულს და როგორც გითხარით, ეს არის წმინდა გარდამოცემა. ეს გარდამოცემის აღსრულების ფაქტი, როდესაც ვხედავთ ჩვენ, რომ წმინდა ოჯახი მიუხედავად იმისა, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ სჭირდებათ არანაირი განწმენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვინაიდან ქალწულმან შვა და კლავად გიეს ქალწულად, როგორც ამას ჩვენი ეკლესიის სწავლება გვასწავლის ჩვენ და ამდენად ისინი ემორჩილებიან და ამით გვეჩვენებენ, რომ წმინდა სწავლება